საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 5 ვაკანტურ თანამდებობაზე 60 განაცხადი შევიდა. მათ შორის საჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან 6 პრეტენდენტია. საბჭოს წევრობის სურვილი გენო გელაძემ უკვე მესამედ გამოთქვა. მასთან ერთად იბრძოლებენ ირმა ზოიძე, ზაზა ფირცხალაიშვილი, ემზარ დიასამიძე, ემზარ პაქსაძე და ბადრი თევზაძე. აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე კანდიდატის წარმოდგენა საკონკურსო კომისიას კარგი არჩევნების საშუალებას მისცემს. ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებით, თუ კომისია ისევ გენო გელაძეს დაუჭერს მხარს, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა. მისივე განმარტებით გელაძის კანდიდატურის წამოყენებას იგი კაპრიზად მიიჩნევს, რადგან მისი აზრით კანდიდატის კონცეფცია საქართველოს პარლამენტისთვის უკვე ორჯერ მიუღებელი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევი კონკურსი მეორედ 11 მარტს გამოცხადდა. 2 თვის წინ ჩატარებული კონკურსის შედეგად 9 ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ 4 შეირჩა. სამეურვეო საბჭოში საქმიანობაზე გავლენას არ იღებს. წამდგომ ჩვენ არც მაშინ კონდა არაფერი, არც ახლა გვაქვს, მაგრამ პირველად მე თუ კი თქვა დარჩება საქმე ისევ გენო გელაძეზე ვერ დაუჭერ მხარს, მხოლოდ ერთი მოტივის გამო, მე მინდა რომ ბორდი დაკომპლექტდეს, თუმცა პარლამენტმა ორჯერ დაიწუნა ეს პიროვნება, თავის მოტივები აქვს, პარლამენტია, ჩვენ მაგალ საბჭო ვართ. მე ფიქრობ რომ კიდე აჯერ გაგზავნა იმისი რომ არა გინდა არ გინდა ეს კაცი მინდა და ისევ არ დავჭერთ ხარი, ბორდი ვერ დაკომპლექტდება, ამიტომ ფიქრობ რომ მე ალბათ სხვა არჩევანს გავაკეთებ. გენოსთან უპირატესობა ერთადერთი ისაა, რომ გენოს უკვე ორჯერ დაუჭირა მხარი უმაღლესმა საბჭომ, სახელმწიფო პარლამენტმა ჩააგდო, მაგრამ ამ შესაძლებლობით რომ ისეთი ადამიანები მაშინ გენო ერთადერთი იყო და ალტერნატივა ჩვენთვის. არა, ახლა ალტერნატივა გენოს გამოუჩნდა და ფიქრობ, უნდა ვიბრძოლოთ ამასთან დაკავშირებით.